სალამი, მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ და უბრუნდებით Warren Wiersbe-ის ბიბლიურ კომენტარებს. როგორც გაცნობთ, ჩვენ ძველ აღთქმას გავაგრძელებთ ბოლომდე დაბადების წინს, რამე თუ მათე უკვე დავამთავრეთ და უკვე ეს მათე რედაქტირების პროცესში არის, სანამდე PDF წიგნად გამოიცემა და ისედაც დაიბეჭდება მერე თუ უფალინებებს ამას. ასე რომ ჩვენ ახლა გადავდივართ 25 ნაწილზე. რომელშიც განვიხილავთ გასვოთ ჩვენ გადავახდით 23 თავს, ესე გადაწყვეტა Warren Wiersbe-მ, დაუბრუნდებით 23 თავს და 25 თავის ნაწილს დავიკითხავთ. ანუ სარას და აბრაამის გარდაცვალებას, აი ეს ერთად მოათავსა და სიკვდილის დრო დაარქვა Warren Wiersbe-მ ამ ნაწილს. მოდით ახლა წავიკითხოთ ჩვენ ეს თავი, 23 და 25-ის ნაწილი და შემდეგ შევუდგეთ კომენტარებს. იცოცხლა სარამ 127 წელი და გარდაიცვალა სარა კირიათ არბახს, დღევანდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყანაში და წავიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. წამოდგა აბრაამი თავის კვდრისაგან და უთხრა ხეთელებს: წირი და ხიზანი ვარ თქვენთან, გთხოვთ მომცეთ სამარხი ადგილი, რომ ჩემი მიცვალებულის დაკრძალვა შევძლო. და მიუგეს ხეთელებმა აბრაამს: მოგვისმინე ჩვენო ბატონო, ღვთისმთავარი ხარ ჩვენ შორის. დაკრძალე შენი მიცვალებული ჩვენ საუკეთესო სამარხში. ჩვენგან არავინ დაგიკავებს სამარხს შენი მიცვალებულის დასაკრძალავად. წამოდგა აბრაამი და მიწამდე დაუკრა თავი ამ ქვეყნის ხალხს ხეთელებს. უთხრა მათ აბრაამა: თუ თანახმა ხართ, რომ ჩემი მიცვალებული დავკრძალო, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს. რომ მომცეს მახბელას მღვიმე, მისი მინდვრის კიდეზე რომ არის. სულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთარი სამარხი რომ მქონდეს. ყეფრონი კი ხეთელებს შორის იჯდა. მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს, ხეთელებისა და ქალაქის კარიბჭეში შემავალთა გასაგონად. არა ჩემო ბატონო, მისმინე, მინდორიც მომიცია შენთვის და მღვიმეც. ჩემი ხალხის წინაშე გაძლევ, რომ დაკრძალო შენი მიცვალებული. მიწამდე დაუკრა თავი აბრაამა ამ ქვეყნის ხალხს. და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად. იქნებ ისმინო ჩემი, მინდვრის საფასურს გადაგიხდი, გამომართვი და დავგრძალო იქ ჩემს მიცვალებულს. მიუგო ყეფრონმა აბრაამს: ბატონო, ყური დამიგდე, ჩვენ შორის 400 შეკელის საღირალი მიწა, რას ალაპარაკოა, დაგრძალე შენი მიცვალებული. დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა 400 შეკელი ვერცხლი სავაჭრო მაზანდით, როგორც ხეთელთა გასაგონად მოითხოვა. და დაუმტკიცა მას საკუთრებად ყეფრონისეული მინდორი მახბელაში, მამრეს პირდაპირ, ასევე მღვიმე, რომელიც იქ არის და ხეები, რომლებიც იმ მინდორზე და მის ირგვლივ არის. შეიძინა აბრაამმა საკუთრებად ხეთელებისა და ქალაქში ყველა შემავალის თანდასწრებით. ამის შემდეგ დაკრძალა აბრაამმა თავისი ცოლი სარა მახბელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს, ანუ ხებრონის პირდაპირ ქანაანის ქვეყანაში. დაუმტკიცდა აბრაამს ხეთელთაგან მინდორი და იქ მდებარე მღვიმე საკუთარ სამარხად. თავი 25. კიდევ შეირთო ცოლი აბრაამა სახელად კეტურა და შვა მან ზიმრანი, იოქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. იოშკანმა შვა შება და დედანი, ხოლო დედანის ძენი იყვნენ არშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. მიდიანის ძენი ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი, ელდაყა, ესენი იყვნენ კეტურას შვილები და მისცა აბრაამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა. ხოლო თავის ხარჯთა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაამმა საჩუქრები და თავისი ძის ისააკისაგან შორს აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა. და იცოცხლა აბრაამმა 175 წელი. ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი და შეერთო თავის ხალხს. დაკრძალეს იგი ისააკმა და ისმაილმა მისმა ძემა მახბელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ. მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაამა. იქ დაიკრძალნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი. აკურთხა ღმერთმა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ისააკი, მისი ძე, და დამკვიდრდა ისააკი ბერ ლახაი როისთან. ესე დამთავრდა ეს თავები, ეს მუხლები, რომლებიც 25 ნაწილი არის. სიკვდილის დრო, რომელიც ესე დაასათაურა Warren Wiersbe-მ თავის კომენტარებში. მეფე სოლომონმა თქვა: კარგი სახელი ჯობია ძვირფას ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე დაბადების დღეს, ეკლესიასთან 7:1. მას არ უთქვია, რომ სიკვდილი ჯობია დაბადებასო, რადგან ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა დავიბადოთ,
სანამ მოკვდებით, ხომ? სოლომონის აზრი ის იყო ამ ნათქვამში, რომ დაბადებისას მოცემული სახელი სურნელოვან ნესაცხებელს გავს და ასე უნდა შეინახოთ, სანამ არ მოკვდებით. როდესაც დაბადებისას მიიღებდით სახელს, არავინ იცოდა, რა შექმნიდით მისგან, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ეს სახელი ან სურნელოვანი იქნებოდა, ან კიდევ ამყრალდებოდა. თუ ის სურნელოვანი იქნებოდა, მაშინ ხალხს შეეძლებოდა, რომ გაეხარათ მის ხსენებაზე, რადგან სიკვდილის შემდეგ ამას თქვენ ვერაფრით ვერ შეცვლიდით. ასე რომ კარგი სახელის მქონე ადამიანისათვის სიკვდილის დღე უკეთესია, ვიდრე დაბადების დღეო. აბრაამისა და სარას სახელები სურნელოვანი იყო როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილში და დღესაც სურნელოვნად დარჩნენ ისინი. ამ თავებში ჩვენ ხედავთ აბრაამსა და სარას ცხოვრებისეული გზის ბოლოს და მათგან ვსწავლობთ თუ რას ნიშნავს რწმენით სიკვდილი. პირველი არის პრინცესას სიკვდილი. სარა კარგი ცოლი იყო აბრაამისათვის და კარგი დედა ისააკისათვის. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა თავის ნაკლოვანებები, როგორც ყველას, მაგრამ ღმერთმა მას პრინცესა უწოდა. გასოთ მე-17 თავის მე-15 მუხლში. რწმენის გმირებსა და ქალღმერთებს შორის შეიყვანა, ეს უკვე ებრაელთა წერილის მე-11 თავში მე-11 მუხლშია მოცემული. ასევე მოციქულმა პეტრემ ის ქრისტიანი ცოლებისათვის საუკეთესო მაგალითად მოიხსენია. პირველი პეტრეს წერილის 3:1-6, ხოლო პავლემ ის გამოიყენა ღვთისმადლის საილუსტრაციოდ მორწმუნის ცხოვრებაში. გალატელთა წერილი 4:21-31. პირველი იწყება აბრაამის სრემლებით. ბევრჯერ გამიგია ჩემს სამწყსო მსახურებაში, კეთილი განზრახვით რა თქმა უნდა, მაგრამ უმეცრებით ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც თავიანთ გლოვიარე მეგობრებს და ნათესავებს ეუნებოდნენ, ახლა ნუ იტირებთო. ეს კი ძალიან ცუდი რჩევაა, რადგან ღმერთმა ჩვენ შექმნა ტირილის უნარით და ის ჩვენგან ტირილს ელის. იესოც კი ატირდა, გასოთ იოანეს 11:25-ში, როცა ლაზარესთან საფლავთან მიიყვანენ და ნახავს სხვა მოტირალებს. და გლოვა ეს ღვთისგან ერთ-ერთი ნიჭია, რომელიც ეხმარება ჩვენ გულნატკენ გულებს განკურნებაში, როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანები სიკვდილით გვტოვებენ ჩვენ. პავლე მოციქულმაც თესალონიკელ ქრისტიანებს ეს უთხრა, რომ იტირონ, მან გააფრთხილა ისინი, რომ არ დამწუხრებულიყვნენ, როგორც ცხვები, რომლებსაც იმედი არ ქონდათ. პირველ თესალონიკელთა 4:13-18. მორწმუნეების წუხარება უნდა განსხვავდებოდეს ურწმუნო ადამიანების გლოვისაგან. აბრაამს უყვარდა თავის ცოლი და მის სიკვდილი მისთვის მტკივნეული გამოცდილება იყო. მან ეს ტირილით გამოავლინა და თავის სიყვარული და მწუხარება ამაში ჩააქსოვა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს არის პირველი ჩაწერილი ცრემლები ბიბლიაში და ცრემლები არ დასრულდება მანამ, სანამ ღმერთი თავად არ მოგწმენდეს მათ დიდებით, რომელიც გამოცხადების წიგნის 21 თავის მე-4 მუხლში აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი რწმენის კაცი იყო, ეს მისი ცრემლები ურწმუნოებად არ ჩათვლია მას. სარა რწმენით გარდაიცვალა. ამას ებრაელთა წერილი გვაწვდის. ამიტომ აბრაამმა იცოდა, რომ ის უკვე უფლის ზრუნველობის ქვეშ იყო. ძველ აღთქმაში ძალიან ცოტა რამ იყო გამჟღავნებული სიკვდილის შემდეგ ცხოვრების შესახებ, მაგრამ ღვთის ხალხმა იცოდა, რომ ღმერთი მიიღებდა მათ სიკვდილის შემდეგაც. ამას ჩვენ ფსალმუნების მე-72 ფსალმუნის 24 მუხლში ვკითხულობთ. მე-22 მუხლიდან წაგიკითხავთ. უგნური ვიყავი და ვერ ხვდებოდი, პირუტყს დავემსგავსე შენს წინაშე და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა, შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიყავარ. ამჟამად გარდაცვლილ ამერიკელ პასტორ ვენს ჰევნერს ყავდა ცოლი სახელად სარა.
მისი უდროოდ გარდაცვალებიდან მალევე მე დოქტორ ჰევნერთან ვიყავი მუდის ბიბლიის ინსტიტუტში და მიუსამძიმრე მას. მე უთხარი, დიდად წუხვა რომ მეუღლე დაკარგეო. როდესაც ჩვენ სასადილო ოთახში შევედით, შევეცადე გამემხნევებინა ის. მან გაიღიმა და მიპასუხა, შვილო, როცა იცი, თუ სად არის შენი მეუღლე, ის არ დაგიკარგავსო. ჩვენ ვიცით, რომ მორწმუნისათვის სხეულის გარეთ ყოფნა ნიშნავს უფალთან ყოფნას. ფილიპელთა 1 თავი 21-23 და მეორე კორინთელთა 5:1-8. ამიტომაც არის, რომ ქრისტიანები სიკვდილს შიშით არ უახლოვდებიან. ნეტარ არიან მკვდრები, რომლებიც უფალში კვდებიან და განისვენებენ, რათა სამუდამო დაისვენონ თავის შრომისაგან და მათი საქმეებისაგან, რომლებიც მათ მიჰყვებიან. გამოცხადება 14:13. ბოროტების სიკვდილი კი ნათლად არის აღწერილი იობის 18 თავში და რასაშინელია ეს სურათი. როდესაც ბოროტები კვდებიან, ეს გავს სანთლის ჩაქრობას. გახსოვთ იობის 18 თავი, 5-6 მუხლი. ცხოველის ამ ფრინველის ხაფანგში გამას, მუხლები 7-10 და დამნაშავის დაჭერას, მუხლები 11-14 და ხის ძირფესვიანად ამოძირკვას, მუხლები 15-28. ამას აღწერს იობი თავის წიგნში 18 თავში. არ და რა განსხვავება არა, როდესაც შენ იესო ქრისტეს იცნობ, როგორც შენს ხსნელს, აღდგომას და სიცოცხლეს. იონეს სახარება 11:25-26, მეორე ტიმოთე 1:10. შემდეგ ქვეთავი არის აბრაამის მოწმობა. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავის დრო და ჩვენ არ შეგვიძლია რომ სამუდამოდ გლოვაში გავატაროთ და ვიგლოვოთ ჩვენი მკვდრები. დგება დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევეგუოთ მომხდარს, შევხედოთ ცხოვრებას თვალებში, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, როგორც ცოცხლების, ასევე მკვდრების მიმართ. ებრაელთა წერილში წერია, რომ ის არ იყო ამ ქვეყნის მოქალაქეო, მე-11 თავის მე-13-ში. აბრაამს მოუწია ცოლის დასამარხავად ადგილის თხოვნა. სიმართლე ის იყო, რომ აბრაამს მთელი მიწა ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ღმერთმა მისცა. მაგრამ ამას ჯერ არ შეეძლო მეზობლებისათვის დარწმუნება. აბრაამის მსგავსად ღვთის ხალხი დღესაც პილიგრიმები და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. გახსოვთ 1 პეტრეში 1:2-1:2-11. ჩვენ ცხოვრობთ კარვებში, ამბობს პავლე მოციქული მეორე კორინთელთა მე-5 თავის 1 და 8 მუხლებში, რომლებიც ერთ დღესაც დაინგრევა, როდესაც დიდებისაკენ გადავალთ. როდესაც პავლე წერდა, რომ მოახლოვდა ჩემი წასვლის ჟამიო, მეორე ტიმოთეს წერილის მე-4 და 6, ის იყენებს გარკვეულ სიტყვას, რომელიც არის სამხედრო ერთგვარად წრეებში პოპულარული, რომელიც ნიშნავდა კარვის დაშლას და წინ წასვლას. როდესაც მებრძოლები, მეომრები კარებს დაცემდნენ, გარკვეული დროის შემდეგ უნდა აეკეცათ ეს კარვები, დაეკეცათ და წინ წასულიყვნენ. აი ამას გულისხმობს პავლე ზუსტად. ჩვენი ამჟამინდელი სხეული დროებითია, მაგრამ ერთ დღესაც ჩვენ მივიღებთ განდიდებულ სხეულს, როგორც იესო ქრისტეს ქონდა და ახლა აქვს ზეცაში. მამასთან. ფილიპელთა 3:20-21, 1 იონეს 3:1-3. ამ ქვეყნის კაცები აბრაამს ხეთელები ძლიერ თავარს უწოდებდნენ, რაც ებრაულად ნიშნავს ღმერთის თავარს. მას ძალიან კარგი მოწმობა ჰქონდა მათ შორის და ისინი მას პატივს სცემდნენ. მხოლოდ იმისა, რომ ეს სამყარო არ არის ჩვენი სახლი, ჩვენ როგორც პილიგრიმები, მომლოცველები, ხიზნები, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კარგი მოწმობა ჰქონდეს ირგვლივ. ვინც ჩვენ რწმენაში არ არის და გარედან გვაკვირდება. ამას ჩვენ 1 თესალონიკელთა მე-4 თავში პავლე გვახსენებს, კოლოსელთა წერილის მე-5-ში გვახსენებს, 1 პეტრეში მე-2:11-ში პეტრეც ამას წერს.
მართალია ეს ხეთელები არსებდნენ პატივს აბრაამის ღმერთს, მაგრამ ისინი პატივსცემდნენ აბრაამს და მის რწმენას. და მათ შესთავაზეს ერთ-ერთი საკუთარი საფლავის გამოყენებაც კი, მაგრამ აბრაამმა უარი უთხრა. მწუხარების ჟამს საოცარი რამ არის, როდესაც ღვთისშვილი ყველანაირად ადასტურებს ირგვლივ ცოდვად დაცემულ და ღმერთისგან დაკარგულ ადამიანებს შორის თავის რწმენას, თავის ავტორიტეტს, თავის რეპუტაციას. არსებობს ბუნებრივი მწუხარება, რომლის გამოვლენაც ყველა ჩვენგანის ვალია, მაგრამ ასევე არსებობს ზებუნებრივი მადლი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, რათა გქონდეს ჩვენ სიხარული აი ამ მწუხარების შუაგულში. და გარეთ დამკვირვებლები ჩვენს ირგვლივ ყოველთვის დაინახავენ. და სწორედ ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ უნდა გაუზიაროთ მათ სახარების სასიხარულო ამბავი. ეხლა მე-7-16 უხლებს ჩვენ წავიკითხეთ თუ რა ტაქტი აქვს და რა ტაქტს იჩენს ურთიერთობაში აბრაამი. იმ დროს აღმოსავლეთში საქმიანი გარიგებები უმეტესობა ქალაქის კარიბჭესთან ხორციელდებოდა. ხალხი კი დამსწრე საზოგადოება მოწმე იყო ამ პროცესისა. ქონების საბოლოო ფასის დადგენა როგორც წესი მოითხოვდა ვაჭრობის გარკვეულ ეტაპებს და პატივისცემით მოპყრობას, რაც ზოგჯერ ფარავდა სიხარბეს და ინტრიგას. აბრაამი ნათელი არის და აჩვენებს, რომ ის გულწრფელი და ძალიან პირდაპირ იყო თავის თხოვნაში. მას სურდა მახპელას გამოქვაბულის ყიდვა ყეფრონისაგან, რომელიც იმ დროს ხალხში იმყოფებოდა. აღმოსავლეთის შეუვლების თანახმად ყეფრონმა შესთავაზა აბრაამს, რომ მიეცა არა მხოლოდ გამოქვაბული, არამედ მთელი მინდორი, სადაც გამოქვაბული მდებარეობდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისი მხრიდან ჭკვიანური მანევრი იყო, რადგან მას არ ქონდა განზრახული ძვირფასი ქონების გაცემა, განსაკუთრებით ისეთ დიდარი კაცისათვის, როგორც აბრაამი იყო იაფად. მაგრამ ყეფრონის პასუხმა აბრაამს ორი ინფორმაცია მისცა. ყეფრონი მზად იყო გაეყიდა, მაგრამ მას სურდა მთელი მინდრის გაყიდვა და არა მხოლოდ გამოქვაბულისა. ყეფრონმა იცოდა, რომ აბრაამი კუთხეში იყო მიმწყდეული და მას ძალიან ესაჭიროებოდა ეს. მან ეს იცოდა. სარა მალე უნდა დამარხულიყო და ყეფრონს ჰქონდა ერთადერთი ქონების ნაწილი, რომელიც აბრაამის საჭიროებს აკმაყოფილებდა. ასე რომ აბრაამი დათანხმდა როგორც გამოქვაბულის, ასევე მინდრის ყიდვას, სანამ ყეფრონი ფას დაასახელებდა. ეს კი ნამდვილად რწმენი ცხოვრებაა. ყეფრონის ფასი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ აბრაამმა გადაიხადა და ქონება თავისთვის მოითხოვა. მოციქულთა საქმეების მე-7 თავში სტეფანე როგორც ჩანს, გარკვეულწილად სხვა ვერსიას გვაწვდის და ეწინააღმდეგება დაბადების სინქრონისაც ამბობს, რომ აბრაამმა ქონება ხამორისაგან შეიძინა და ის შექემში მდებარეობდა და არა ხებრონში. თუმცა აქ ნამდვილად ორი განსხვავებული სამარხია მხედველობაში. სავარაუდოა, რომ აბრაამმა შექემში ხამორისაგან მეორე სამარხი შეიძინა და იაკობს წლების შემდეგ უკან უნდა გამოესყიდა იგი. ამას ჩვენ დაბადების წიგნის 33 თავში წავიკითხავთ. რადგან აბრაამი და ისააკი იაკობი საკმაოდ ხშირად გადაადგილდებოდნენ, ამ ქვეყნის ცხოვრებლებისათვის რთული იქნებოდა მათი და მათი ოჯახის უძრავი ქონების თვალყურის დევნება. ამ წუთის სოფლის ხალხთან საქმიანი ურთიერთობისას ჩვენც ასევე უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა შევინარჩუნოთ პატიოსნება, ერთგულება და უფლის შესახებ ჩვენი მოწმობა ფულად მოგებაზე არ გავცვალოთ. აბრაამმა იცოდა, რომ ყეფრონმა ის ხაფანგში შეიტყუა და რომ სისულელე იყო ახლა ფასის გამო კიდევ შევაჭრებოდა. და ჩვენ ვიცით, რომ აღმოსავლეთში ძალიან უყვართ ამ პროცესის ყველანაირად გაჭიანურება და გაწელვა შეიძლება უფრო მეტი მონაგების სასარგებლოდ. შემდეგი ქვეთავი აღწევს აბრაამის საფლავს. ამ თავში მთავარი ფრაზა, რომელიც შვიდჯერ გამოიყენება, არის დამარხე ჩემი, ან ზოგან შენი მკვდარი. მიუხედავად იმისა, რომ სარა წავიდა და გარდაიცვალა, აბრაამმა მაინც პატივისცემა გამოხატა მისი სხეულის მიმართ და სურდა მისთვის სათანადო დაკრძალვა.
ეს არის ღვთის ხალხისათვის ნიმუში მთელ წმინდა წერილებში. არ ძველი აღთქმის ებრაელები და არც ახალი აღთქმის ქრისტიანები კრემაციას არ უკეთებდნენ თავიანთ მიცვალებულებს. ამისათვის ისინი ბანდნენ სხეულს, ახვევდნენ სუფთა ქსოვილში, სანელებლებით და ათავსებდნენ მიწაში ან სამარხში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს სიტუაციები, როდესაც კრემაცია არის სხეულის დაფლის უკეთესი გზა, უმეტესწილად ქრისტიანები უპირატესობას დაკრძალვას ანიჭებენ, დასაფლავებას. ასე ეპყრობდნენ ჩვენი უფლის სხეულს მისი გარდაცვალების შემდეგ, გახსოვთ მათეს სახარება 27 თავი და როგორც ჩანს, პავლე მოციქულიც ასწავლის დაკრძალვის ამ წესს 1 კორინთელ წელს მე-15 თავში. როდესაც აბრაამა იყიდა მახმელას გამოქვაბული საფლავისათვის, ის რწმენის გამოცხადებას აკეთებდა ყველა დამკვირვებლისათვის, ვინც კი იქ იმყოფებოდა. მას სარა არ დაუბრუნებია თავიანთ ყოფილ სახლში, ურში, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, ქალდებელთა ურიდან. არამედ მან ის დაკრძალა იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა მას აღუთქვა და მის შთამომავლებს. მან არ უგულელყო სხეული, არამედ სათანადო დაკრძალა აღთქმული აღდგომის გათვალისწინებით. როდესაც ღმერთი გვიხსნის, ის იხსნის მთელ ადამიანს და არა მხოლოდ სულს. სხეულს მომავალი აქვს და დაკრძალვა მოწევს ჩვენ რწმენას ქრისტეს დაბრუნებისა და სხეულის აღდგომის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგომა ეს არ არის ძველი ჩვენი სხეულის რეკონსტრუქცია. ღმერთი არ აწყობს რაღაცა სხეულის მტვერს და არ აღდგეს მას მის წინა მდგომარეობაში. ღმერთი გვპირდება სრულიად ახალ სხეულს და ამას 1 კორინთელთა წელს მე-15 თავში პავლე ძალიან კარგად აღწერს, რომ არის გარკვეული უწყვეტობა ძველსა და ახალ სხეულს შორის, მაგრამ არა იდენტობა. მან ეს სასწაული თესლის დათესვის ილუსტრირებით მოახდინა. თესლი კვდება და ლპება მიწაში, მაგრამ მისგან გამოდის ლამაზი ყვავილი ან რაღაც მარცვალი. ეს არის უწყვეტობა, მაგრამ არა იდენტობა. იგივე თესლი არ ამოდის მიწიდან, არამედ ის, რაც გამოვიდა დათესილი თესლიდან. ქრისტიანული დაკრძალვა მოწევს, რომ ჩვენ გვწამს მომავალი აღდგომის. როდესაც დაბადების ბოლოს მიაღწევთ, აღმოჩნდა, რომ აბრაამის საფლავი საკმაოდ უკვე გავსებული იყო. 50 თავს რომ მივადგებით. იქ დაკრძალეს სარა, შემდეგ აბრაამი, ისააკი, რებეკა, ლია. დაბადების 59-ში, 29-30-ში კითხულობთ და საბოლოოდ ბოლოს 50 თავში, მე-13 მუხლში კი იაკობით შეუერთა მათ. გახსოვთ, ეგვიპტიდან დაიბარა იაკობმა, რომ უკაცრავად ეს იოსებმა დაიბარა, იაკობი უკვე თვითონ იოსებს მოყავს ეგვიპტიდან და ასაფლავეს მისი ანდერძის თანახმად. ხოლო იოსები დაიბარებს, რომ წამოიღონ მისი სხეული და დაასაფლავონ იქ, როდესაც მოსე უკვე გამოდის, უკვე დიდი ხნის შემდეგ, 400 წლის შემდეგ. დაბადების წიგნი სავსე საფლავებით ვთარდება, მაგრამ 4 სახარება ცარიელი საფლავით თარდება. იესო საფლავში აღარ იყო. იესომ დაამარცხა სიკვდილი და ჩამოგვაშორა მისი ნესტარი. გახსოვთ 1 კორინთელთა წელს მე-15 თავი. მისი გამარჯვების გამო ჩვენ უკვე აღარ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის ან საფლავის. აბრაამი ფლობდა მთელ მიწას, მაგრამ ერთადერთი ნაკვეთი, რომელიც მას კანონიერად ერგო, ეს საფლავი იყო. თუ უფალი იესო არ დაბრუნდება, რომ 64-ში წაგვიყვანოს, ამ ქვეყანა თითოეული ჩვენგანის საკუთრება, ერთადერთი ნაწილი ეს სასაფლაო იქნება. ჩვენ ვერაფერს ვერ წავიღებთ თან. ყველაფერი აქ უნდა დავტოვოთ. გახსოვთ 1 ტიმოთეს წერილში, როგორ არიგებს პავლე ტიმოთეს ამ ცხოვრებისეულ საგნებზე და სიმდიდრეზე. მაგრამ თუ მარადიულ ნივთებში ჩვენ დავაბანდებთ, ჩვენ შეგვიძლია ისინი წინ გავიმძღვაროთ, გავგზავნოთ 64-ში, სანამდე გარდავიცვლებთ კიდევაც. გახსოვთ იესო როგორ ამბობს, როდესაც ჩილი და ჟანგი ყველაფერს ჭამს ამ დედამიწაზე და დავიგროვოთ ისეთი საუნჯე, რომელიც გაუხრწნელი იქნება ზეცაში. თუ რწმენით ცხოვრობთ, მაშინ რწმენით შეგვიძლია გარდავიცვალოთ კიდევაც. და როდესაც რწმენით კვდები, ჩვენ შვენიერი მომავალი გველოდება. 1858 წლის ნოემბერში მისიონერი ჯონ პატონი ახალ ჰებრიდებში ჩავიდა, რათა ხალხში ქრისტეს მსახურება დაეარსებინა.
1859 წლის 12 თებერვალს, ესე იგი რაღაცა ნოემბერი, ესე იგი სადღაც 2-3 თვეში მისმა ცოლმა ვაჟი გააჩინა, ხოლო 3 მარტს ეს ქალბატონი გარდაიცვალა. 17 დღის შემდეგ მას ბავშვიც გარდაეცვალა. ბატონი წერს, ამ დროს მე ალბათ უნდა გავგიჟებულიყავი და მარტოსული საფლავთან უნდა მოკვდარიყავი იქვე. მაგრამ იესოს მადლი და შემწეობით მე გავაგრძელე ის რისთვისაც მან ჩავედიო. ასე რომ ჩვენ მორწმუნეები არ ვწუხვართ და არ გვგლოვობთ ისე, როგორც ისინი, ვისაც მომავლის იმედი არ გააჩნია. ჩვენ ხელახლა დავიბადეთ ცოცხალი იმედისათვის და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ვართ. 1 პეტრეს 1:3 და ასე ველით ამ ნეტარ იმედს და დიდი ღმერთისა და ჩვენი ხსნელის იესო ქრისტეს დიდების გამოცხადებას. უკვე ამას პავლე მოციქული ტიტეში გვეუბნება 2:13 მუხლში. შემდეგი არის უკვე აბრაამის გარდაცვალება. იცით რომ ჩვენ 25 თავში გადავედით 23-დან 24 უკვე წინ განვიხილეთ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ყოველთვის ტრადიციულად ჩვენ ვკითხულობთ ნეკროლოგს და დაკრძალვის შემდეგ ვკითხულობთ ანდერძს. მოდით ახლა და ჩვენც იგივე გავაკეთოთ აბრაამის შემთხვევაში. პირველი წავიკითხოთ მისი ნეკროლოგი. ის გარდაიცვალა კეთილ სიბერეში, როგორც უფალმა აღუთქვა მას. ის უფალთან ერთად საუკუნების განმავლობაში დადიოდა და იყო ღვთის მეგობარი. გასოთ იაკობის წერილი, როგორ აღწერს მას. სიბერე კარგია, თუ უფლის კურთხევა გაქვს შენ ცხოვრებაში. იგავები 16:31. ფიზიკური გაუარესები და სისუსტეის მიუხედავად, შენ შეგიძლია დატკბე მისი თანდასწრებით და შეასრულო მისი ნება ბოლომდე. 2 კორინთელთა წერილის 4:16, 5:8. სარას მსგავსად აბრაამიც რწმენით მოკვდა. 100 წლის განმავლობაში ის უცხოდა პილიგრიმი იყო დედამიწაზე. ხიზნობდა. ზეციურ ქვეყანას ეძებდა და ახლა მისი სურვილები უკვე ასრულდა. ებრაელთა წერილის მე-11 თავში ვკითხულობ ჩვენ ამას. მისი ცხოვრება ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ ის დღითი დღე რწმენით დადიოდა და უფალმაც გადაარჩინა იგი. როდესაც აბრაამი უფალს ღალატობდა, ის ისევ უბრუნდებოდა მას და თავიდან იწყებდა. უფალმა კი მას ახალი დასაწყისი მისცა ყოველ ჯერზე. ის ასევე გარდაიცვალა წლებით სავსე. ეს მიუთითებს დროის რაოდენობაზე უფრო მეტზე და მიუთითებს უფრო მის ცხოვრების ხარისხზე. ჯეიმს ტრაჰანი თარგმნის მას როგორც სიცოცხლით კმაყოფილ. ებრაული იდეალები გვერდი 197. აბრაამი, რომელიც აყვავებული იყო და ნაყოფიერი იყო, ბოლომდე ასრულებდა სიბერის სურათს, რომელიც მოცემულია 91 ფსალმულის მე-12 და მე-15 მუხლებში. არდა რა ცოტა ადამიანი განიცდის ჭეშმარიტ სიხარულს და კმაყოფილებას, როცა სიბერეს აღწევს. როდესაც ისინი უკან იყურებიან, ეს სინანულით არის. როდესაც ისინი წინ იყურებიან, ეს შიშით არის და როდესაც ისინი ირგვლივ იხედებიან, ეს არის უკვე ჩივილით და საყვედურებით. ერთმა ანონიმურმა ჭკუამ ახვილმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია მთის სიქით ყოფნა, ვიდრე მის ქვეშ ყოფნაო. თუმცა სიკვდილი საფრთხეს არ წარმოადგენს იმ ადამიანისათვის, ვინც ენდობა იესო ქრისტეს და ცხოვრობს მისი სიტყვით. სიბერე შეიძლება იყოს უფალში მდიდარი გამოცდილების დრო და შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გაუზიარო მას ის მომავალ თაობას. ფსალმური 47, 13-14, ფსალმური 77, 5-7. და შემდეგ, როდესაც სიკვდილი მოვა, სიხარულით მიდიხარ უფალთან შესახვედრად. უელსელმა პოეტმა დილან თომასმა დაწერა, რომ სიბერე უნდა დაიწვას და დაიღრიალოს მის დასასრულსო, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანული მიდგომა სიბერის ან სიკვდილის მიმართ. აბრაამი გადარჩა რწმენით, ამიტომ მას ჰქონდა მშვიდობა ღმერთთან. ის დადიოდა სიმართლის გზით, ამიტომ ის განიცდიდა ღვთის სიმშვიდეს. ღმერთი, რომელიც მას საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არც ეხლა მიატოვებდა საბოლოოდ. როგორც ცხოვრებაში ყველაფერი, სიბერეში წარმატების მისაღწევად, თქვენ უნდა დაიწყოთ ამაზე მუშაობა ძალიან ადრეული ასაკიდან. ეს არის რჩევა, რომელსაც სოლომონი იძლევა ეკლესიასტეს მე-12 თავში. ეს თავი აღწერს სიბერის გარდაუვალ ფიზიკურ პრობლემებს, მაგრამ ასევე ხაზს უსვას იმას, რომ ღვთისმოსავი ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდობაში იწყება,
არის გარკვეული ინვესტიცია, რომელიც დიდ დივიდენდებს ან მონაგებს მოიტანს, როდესაც ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდება. ფრაზა თავის ხალხთან ერთად არ ნიშნავს ოჯახთან ერთად დაკრძალვას, რადგან სარა სხეული ერთადერთი იყო ოჯახის სამარხში. მის გარდა ამ სამარხში არავინ არ ყოფილა. არამედ ეს ფრაზა გულისხმობს ყოველთვის ბიბლიაში იმას, რომ მიცვალებულთა სამყაროში გადადიხარ რწმენით გარდაცვლილ ადამიანებთან, რაც გულისხმობს ჩვენი სულის ბედს და არა სხეულს. ძველი აღთქმის სიტყვა მიცვალებულთა სამყაროსათვის იყო შეეული და მას ახალ აღთქმაში ჰადესი ქვია. ეს არის დროებითი განსასვენებელი მიცვალებულთა სულებისათვის, რომლებიც აღდგომას ელოდებიან, რომელიც აღწერილია შემდეგ გამოცხადების წიგნის მე-20 თავში, საბოლოო აღდგომა. გადარჩენილთა მუდმივი სახელი 64-ია, ხოლო დაკარგულთათვის ჯოჯოხეთი. ლუკას სახარების მე-16 თავში, გახსოვთ, როდესაც აღწერილია დიდარი და ლაზარის ისტორია, ეს მიუთითებს შეულ ჰადესს, რომ აქვს ორი ნაწილი, რომელიც დიდი უფსკრულით არის ერთმანეთთან გაყოფილი, რომ გადარჩენილები კურთხევის ადგილას არიან, ხოლო დაკარგულები ტკივილის ადგილას და ტანჯვის ადგილას. გახსოვთ, ლაზარეს აბრაამის წიაღში წაიყვანენ ანგელოსები. სავარაუდოა, რომ იესომ მისი აღდგომის შემდეგ შეულ ჰადესის 60-ის ნაწილი, სადაც მორწმუნეები იყვნენ სულები განსვენებულები, ისინი დააცარიელა და დააბრუნა ზეცაში თავისთან. ამას ეფესელთა წერილის მე-4 თავში კითხულობ, მე წაგიითხავთ ამ მე-8 და მე-10 მუხლებს. ამიტომ ამბობს, ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს. ავიდა კი რა არის თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებში ჩავიდა, ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე. აი ეს მუხლები ძალიან ბევრი მქადაგებელი, ასევე ჯონ მაკარტურის იზიარებს იმას, რომ სულები უკვე კარგა, ასე ვთქვათ, ღმერთის 60-ის ნაწილის ჰადესიდან წაყვანილი და იესოსთან არიან, ასე რომ ჩვენ ყველა გარდაცვლები პირდაპირ მივდივართ უკვე იესოსთან. აღარ მივდივართ იქ აბრაამის წიაღში, არამედ პირდაპირ ქრისტესთან მივდივართ და ღმერთთან, სულიერ მდგომარეობაში. და ამას გამოცხადების წიგნიც ადასტურებს მერე, რომ ველოდებით მერე სხეულების აღებას. ხოლო ჯოჯოხეთის სასჯელის ნაწილი იქ დაიცლება, როცა მოხდება საერთო აღდგომა, რომელიც წინ უსწრებს დიდი თეთრი ტახტის გაკითხვას გამოცხადების წიგნის მე-20 თავში, ანუ სამყაროს დასასრულს, 1000 წლეულის შემდეგ, როდესაც კიდევ სატანა გამოშვებულია და საბოლოოდ როცა მოხდება განკითხვა და ცეცხლის ტბაში გახსოვთ უკვე ყველანი მიდიან იქით თეთრი და დიდი ტახტის შემდეგ. დაკარგულთა ჰადესის ნაწილი არის დროებითი ციხე. მიექცეთ ყურადღება რა კარგად არის ჯონ მაკარტურის ესე აღწერა. დროებითი ხო არის საპატიმრო სანამდე ადამიანს მიუჟიან, ხოლო საბოლოო ჯოჯოხეთი ცეცხლის ტბა კი არის სასჯულ აღსრულების მარადიული დაწესებულება. ერთ დღეს ჩვენც ასევე შევიკრიბებით ჩვენს ხალხთან, როდესაც გარდავიცვლებით. თუ ღვთის ხალხი თქვენი ხალხი იყოს სიცოცხლეში, მაშინ თქვენ მათთან იქნებით სიკვდილის შემდეგაც იმ სახლში, რომელსაც იესო ახლა ამზადებს ჩვენთვის. გახსოვთ იონეს სახარების მე-14 თავში იესო აღწერს ამას, ამ დაპირებას და ლოცვას, როდესაც ის აიმედებს მოციქულებს საიდუმლო სერობისას. თუ ქრისტიანული ოჯახი არ არის თქვენი ხალხი, მაშინ თქვენ იმ ბრბოსთან ერთად იქნებით, რომელიც ჯოჯოხეთში მიდით და ეს უკვე აღწერილია გამოცხადების 21 თავში, მე-8 და 27 მუხლებში. ამიტომ უმჯობესია, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოთ, რადგან მარადისობა მარადიულია. შემდეგი არის აბრაამის ანდერძი. აბრაამა თავის მატერიალური სიმდიდრე თავის ოჯახს დაუტოვა, ხოლო სულიერი სიმდიდრე ჩვენ მთელ მსოფლიოს ყველას, ვინც კი ერწმუნებდა იესო ქრისტეს. როდესაც ღმერთმა განაახლა აბრაამის ბუნებრივი ძალა ისააკის შობისათვის, მან ეს ძალა კი აღარ წაართვა და არ გაუქრო, არამედ უკიდევ შეეძლო აბრაამს გამრავლება, დაქორწინება და სხვა ოჯახის შექმნაც. სარას გარდაცვალების შემდეგ ის კეტურაზე დაქორწინდება. თუმცა მან განსხვავება გააკეთა ამ 6 ახალ ვაჟსა და მის ვაჟ ისააკს შორის, რადგან ისააკი ღვთის რჩეული იყო აღთქმის ხაზის გასაგრძელებლად.
კეტურას ვაჟემა მიიღეს საჩუქრები, მაგრამ ისააკმა მიიღო მემკვიდრეობა და აღთქმის კურთხევები. და ჩვენ გვახსოვს ისმაელსაც გარკვეული კურთხევა მიეცა ღმერთის მიერ. ყველა, ვინც კი ენდობა იესო ქრისტეს, ისევია როგორც ისააკი, აბრაამის აღთქმული ძე. გალატელთა წერილის მეოთხე თავი ზუსტად ამაში გვამხნევებს ჩვენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს წილი აბრაამის ანდერძშიც. ეხლა რა დაგვიტოვა მან? პირველ რიგში აბრაამმა დაგვიტოვა ხსნის ნათელი მოწმობა რწმენით. ეს არის ყველაზე უდიდესი ჩვენი საჩუქარი იმ ანდერძში. პავლე მოიყვანა თავის მაგალითი რომაელთა წერილის მეოთხე თავში და დაუკავშირა იგი აბრაამის გამოცდილებას დაბადების მე-15 თავში. აბრაამი ვერ გადარჩებოდა კანონის დაცვით რჯულის, რადგან რჯული ჯერ არ იყო მოცემული. მოსეს დროს მოგვეცა რჯული. ის ვერ გადარჩებოდა წინდაცვეთის რიტუალით, რადგან ღმერთმა ის მართლად გამოაცხადა დიდი ხნით ადრე, სანამ აბრაამი ჯერ კიდევ წინდაცვეთას მიიღებდა. ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, ვინც კი ოდესმე გადარჩა, აბრაამი გადარჩა რწმენით და მხოლოდ რწმენით. ამას გვეუბნება ებრაელთა წერილის მე-11 თავი და გალატელთა წერილის მე-3 თავი. მაგრამ აბრაამი ასევე გვიტოვებს ერთგული ცხოვრების საუკეთესო მაგალითს. იაკობ აბრაამი გამოიყენა იმის საილუსტრაციო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენის საქმეების დამტკიცება. რომ მცარიელი რწმენა არაფერია თუ მას არ მოსდევს საქმეები. სადაც არ უნდა წასულიყო აბრაამი, ის აწყობდა კარავს, გახსოვთ, აშენებდა სამსხორბლოს და აცნობებდა ირგვლივ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ის იყო ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის დიდი თაყვანისმცემელი. როდესაც აბრაამმა ისააკი სამსხორბლოზე შესწირა, მან ამითი დაამტკიცა თავის წვენა და სიყვარული ღმერთის მიმართ. ის საქმეებით არ გადარჩენილა, არამედ მან საქმეებით დაამტკიცა თავისი რწმენა. აბრაამისაგან სწავლობთ თუ როგორ ვიაროთ რწმენით. მართალია, მას ხანდახან ჰქონდა რწმენის ვარდნა და დაცემა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ზოგადად მაინც ღვთის სიტყვის ერთგულება და ამ რწმენაზე მეტყველებდა. რწმენით აბრაამი დაემორჩილა. ებრაელთა წერილი 11:8. რწმენის არსი, თქვა ჩარლზ სპერჯენმა, ამაშია, რომ დაპირებებისადმი თქვენ დობა გამოაცხადოთ. პოპულარულმა ებრაელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა ლეონარდ ბერნშტეინმა ინტერვიუს უთხრა: მე მჯერა ყველაფრის, რაც კი ყველას ჯერა, რადგან მე მჯერა ადამიანებისო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე მჯერა სხვების რწმენისო. მაესტრო Encounters with the Today ავტორი ჰელენა მათეპოლუსი, ჰარპერ როუ გამომცემლობა 1982 წელი. მაგრამ სხვების რწმენის დაჯერება არ არის იგივე, რაც ღმერთის რწმენაა, რადგან პირველს საფუძველი არ გააჩნია. სწორედ ეს არის ქვიშაზე აგებული შენობა. გახსოვთ მათეს სახარების მე-7 თავი. ამიტომ ყველა ვინც ისმის 24 თავი 24 მუხლიდან. ამიტომ ყველა ვინც ისმის ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს გავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. და მოვიდა წვიმა, გადმოსკენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკოთენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი ვინც ისმის ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, გავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. და მოვიდა წვიმა, გადმოსკენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკოთენ იმ სახლს და დაეცა იგი და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. ასე რომ ჭეშმარიტი რწმენა არის ჩვენი მორჩილი პასუხი ღვთის სიტყვაზე. ღმერთი ლაპარაკობს, ჩვენ უსმენთ მას და გვწამს და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ის გვეუბნება. აბრაამი და სარა მიყვნენ ღვთის აღთქმებს და ღმერთმაც დააჯილდოვა მათი რწმენა. აბრაამამ სოფლიოს საჩუქრად ებრაელი იერი მისცა და სწორედ ებრაელების გამოგვაქვს ჩვენ ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის, ღვთის სიტყვისა და ღვთის ხსნის შესახებ. ამას ჩვენ იოანეს სახარებაში გახსოვთ, როდესაც იესო სამარიტელ დედაკაცს ჭასთან ელაპარაკება. ჩემთვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლება რომ ვინმე იყოს ანტისემიტისტი დღეს, როდესაც ებრაელებმა ჩვენ ამდენი რამე მოგცეს და ამდენად იტანჯდნენ ისინი. სამწუხარო ებრაელ ხალხს ეგონა რომ აბრაამთან ურთიერთობა გადაარჩინა ისინი. გახსოვთ მათეს სახარებაში მე-3 თავში და იოანეს სახარებაშიც იესო ამას იმეორებს მე-8 თავში. მაგრამ ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ უცხონებელი წარმართებისაგან, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ 64-ში მიდიან, რადგან მათი მშობლები ან ბებია-ბაბუები იყვნენ ნომინალური ქრისტიანები, ან რწმენით ქრისტიანები.
და ბოლოს აბრაამის წყალობით ჩვენ გვყავს მხსნელი. ახალი აღთქმის პირველ მუხლში მათეს სახარება პირველი აბრაამის სახელი გაერთიანებულია დავითისა და იესო ქრისტეს სახელებთან. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი მეშვეობით მთელი მსოფლიო კურთხეული იქნებოდა. გასოთ, ეს ჩვენ წავიკითხეთ დაბადების წიგნის მე-12 თავში და მან ეს დაპირება შეასრულა. პრობლემა ის არის, რომ ეკლესია მთელ მსოფლიოს არ ეუნება, რომ იესო ნამდვილად არის მსოფლიოს მხსნელი. ჩვენ სასიხარულო ცნობას ჩვენთვის ვინახავთ, მაშინ როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთელ მსოფლიოს ვაცნობოთ მის შესახებ. ღვთის გამოსყიდის დიდ გეგმაში მხოლოდ ერთი აბრაამი და სარა შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ და მე, ჩვენს გვაქვს ჩვენი ამოცანები, რომლებიც ღვთისნებით უნდა შევასრულოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ წერს სწორედ თქვენ ნეკროლოგს და ამზადებთ თქვენს უკანასკნელ ადერტს თქვენი სული მემკვიდრეობის შესახებ. დღეს თქვენ ემზადებით ცხოვრებისეული მოგზაურობის ბოლო ეტაპისათვის. კითხვა ისმის, კარგად ემზადებით? რწმენი ცხოვრობთ? და თუ რწმენი ცხოვრობთ, მაშინ აბრაამის მსგავსად თქვენც მოდით და იყავით მორჩილი. მადლობა მოსმენისათვის.